ჩემი. ისმენთ ბატონო ჩემი. მე მინდა ერთი საკითხი დავხო. დიახ. შეურაცხმყოფას ვზნობთ გორილები. ბატონო? შეურაცხმყოფას ვზნობთ გორილები. რატო? და მე მგონი მთელი საქართველოს. როცა გორიდან აღებული იქნა ძეგლი სტალინის. ვისაც უშლიდა არავის თურმე ასეთი განაცხადეს რომ ვიღაცა ტურისტი რომ მომგზავრდება მას არ შეამონებს იმისთანა ჩავიჭირი ტურისტს სულამ ჭირდება მის მე არ გამიგზავნია მის მოსაწევი ბარათი და სტალინის სახლი თვითონ სტალინის ძეგლი ეს ჩვენი სამისი ტუპერატი ბენზინებს ხო მოგაცეს აი საკითხია მიიტანეთ და უძღარით აი ჩვენი ხარჯით ჩვენი ყველაფერს რომ გავაკეთოთ აი ბატონო ჩემო მე ზუსტად ვიცი რომ გოლში ვარ და ზუსტად ვიცი რაც ხდება გოლელების გულში ეს ჩემთვის არ არის უცხო აქვე მოგეთქვით ერთ პასუხს ეს ამბობ მინდა გითხრათ რომ არ მიიღოთ არც ხელისუფლების პასუხად არც ხელისუფლების აზრით მინდა მიიღოთ ჩემს პირად მოსაზრება ჩემს ირაკლი შეხიაშვილისა მე და რა თქმა უნდა ყველა თქვენთაგანი უზარმაზარ პატივსცემთ უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორის და მის ნათქვამ სიტყვას რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან დიდი ფასი აქვს უწმინდესი ყველა 21 დეკემბერს პანაშვიდს უხდის სტალის მოიხსენიებს მის სულს აქედან გამომდინარე ის არვალი და ქვეყნის დამაქცევარია უწმინდესი იგერკაც პანაშვიდს არ გადაუხდეს ჯერ ერთი უწმინდესმა მითხრა რომ ის იყო უკანასკნელი ყველაზე დიდი მართლმადიდებელი ხელმწიფე მე მჯერებას მესამე მინდა გითხრათ რომ მე რომ საკრებულოს თავმჯდომარე გახდით თბილისი დავამეგობრე გუანჯოუსთან ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქთან ამ ქალაქში ცხოვრობს 20 მილიონი ადამიანი და მე იმენად გავთანხმდი რომ ჩავედი გუანჯოუს მერთან და უთხრა რომ მოდი დავამეგობრდეთ მეთქი მე 1,5 მილიონი მოსახლეობა მყავს და შენ 20 მილიონი მეთქი თბილისის მოსახლეობის ხელა სასტუმრო დგას გუანჯოუსში ხო და მოკლედ ისე შევეწყვეთ ერთმანეთს და გავუგებთ რომ ჩამოვარდეთ ხელ და შევთანხმდით და მე ეს მემორანდუმიც გაფორმდა მეგობრობის და დღეს მაგრად ადგება ჩვენს თანამშრომლობას ეკონომიკური კულტურული განათლების კუთხით. მადლობა ღმერთს შემაძლებელია, მაგრამ როგორ შევძლებთ გორელებო და შიდა გათლელებო მინდა გითხრათ. პირველი შეხვედრის დროს თავს თუ არ მოგაცეთ, როდესაც ვიყავი, მოდის ეს გუბერნატორი ჩემთან და გურზი მეუნება. მეთქარი გურზი ჩამოვარდით ხელი. აიგო შაურბინო დამისხა თვითონაც დაისხა. ზასტაგინა მეუნება. მეთქარი ზამაოძებუნა დავაცხოვა მეთქონდეს და მიუჭახმე. ზამაოძებუნა და გახვდა ეხა ჩვენი ეს სმადაკეი. მეორე ჩასვლაზე საფერავი დავახეჭდა და მივაწედე ზე გენერალ სიმუსის ფორმაში სტალინის სურათი. და ჩაუტანე 20 ბოთლი. 4 თვეში ხელშეკრულება გაფორმებული ქონდა. ფაქტი. 4 თვეში როცა წელიწადი უნდება ჩინეთში ერთმა ფუცელმა წეროდა არტყას. 4 თვეში გავაკეთე. სტალინის სურათი აიღო. სურათი ჯერ კოცრიდა. მე გულში იხუტებდა, მე ტიროდა და მინდა გითხრათ რომ იმ ტურის სწორედ ასწავლე მაგის ნახვა სიამოვნებს და ისრაელში რო ვიყავი 6 მილიონი დამეთანხმება ჩემი მეგობარი და პირველი მოადგილე ნიშა ხომერიკი 6 მილიონი გარდაცვლილი ნაწამები ებრაელის მუზეუმია საშინელება ის ნახვა აი დაიჭუნებით საშინელება როგორ წვავდნენ ეს გადაცემა ის გადაღებული კადრები ამ ხალხ ბავშვებს ქალებს აი როგორ და გამოსასვლელში არის სტალინის დიდი სურათი ერთხელ ამ სურათი გადაგიკიდე ერთხელ ეგ ვაკეთებიყო ეგრეს მოხსენებარი თემდა რედამიცაზე ამას ფიქრზე გაიშულა ხელი კაცშვილი იყო მაგის მომგებია ასე რომ ებრაელებს ისრაელში უკიდიათ სტალინის სურათი და გორში ძეგლმა რა დააშევა ჩემი სუბიექტივი აზრია ამასთან დაკავშირებით ამიტომ ხო ჩვენ მიიტანოთ ესე და ბოლომის მიუყვართ დავდგათ თავის ადგილას ბატონო ჩემო თავის ადგილას
მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, მოსაზრება რომ სახლ-მუზეუმში იდგეს ეს ძეგლი. ის რასაც დგას, ეს არის რაღაცა რა გითხრა? პატარა რაღაც გაიმუნე. არა, დიდი ძეგლი რო იყოს. ის შენი ძეგლი დააბრუნე. მანამ გადაადგილე. დააბრუნე. დადგა ხარშონი. ბატონო ჩემო, მე ჩემი გულის ნადები გითხარით ახლა. იმისეთ პასუხისმგებლობას თუ აფიქრებ, რასაც ჯერ ვერ ვეძებ. თუ მოვერევი გადავწყვეტ. არა, ეს ფენა დააყენა თარობას. დავაყენე ბატონო. მე რომ მივიდე. მე უცას არ დამიგდები. თარობას. მინდა გითხრათ რომ დაყენებული მაქვს ექსაკიტი და პლუს თბილისში რომ კანთარიას ძეგლი დაიდგას, კაცმა რომელმაც წერტილი დაუსვა. ობს. იმიტომ ეგ რომ კანთარიას და რატო 70 წლის იუბილეა 70 წლის იუბილეა აშენზე გამარჯვებას. გვინდა და პრემიერ-მინისტრის სურვილია და შესაბამისი კომისია შექმნილია, რომ მაღალ დონეზე ჩატარდეს ეს იუბილე და დიდი პატივი მივაგოთ იმ ვაჟკაცებს, იმ ღირსეულ მეომრებს, რომელებმაც ეს საშინელი სცენი გააჩერა დედამიწაზე. გააჩერა და დაამარცხა. და ეს არის მე ბაბამყავს გარდაცვლილ და ვინმე მის კაცი რომ გამილაცხო შეიძლება მოვიდა. და ყველაზე დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვინც იმ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, მართლაც წარმოუდგენელობაში, ენით აუწერელობაში ვესმის ჩვენს. ჩვენს ნახეთ ომი რა არის, თუმცა იმ ომის შედარება ამასთან კიდევ რთულია. უბრალოდ ჩვენს მეომრებს ომზე მეტად ომის მერე გაუჭირდა და იმ მეომრებს, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში იღეს, სახელმწიფო პატივი მაინც მიაგო და ყურადღებით მაინც ექცეოდა. აი განსხვავებაა.